მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. როგორც მოგეხსენებათ, დღეს აგვაქვს მორიგი ღონისძიება გივი მარგველაშვილის სახელობის ინსტიტუტისა, რომელიც ჩვენ დავაარსეთ გასული წლის 16 დეკემბერს. ის გასული 2000 გასული და 2016 დეკემბერს და იყო დამფუძნებელი შეხვედრა, საკმაოდ სოლიდური კონფერენცია, თქვენ მზადდებოდით მაშინ ხომ მართალია კი. დავაარსეთ, დავარქვით ამას გივი მარგველაშვილის სახელობის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა ინსტიტუტი და დავიწყეთ მუშაობა ჯერ ისე რომ მარტო გივი მარგველაშვილის შემოქმედებით არ შემოვიფარგლებით, თუმცა ეს არის ჩვენი ძირითადი კვლევის საგანი და მიმართულება. ჩატარებულია ეხლა ეს უკვე მერვე ღონისძიება და ჩავატარეთ საკმაოდ საინტერესო ღონისძიებები, წაიკითხეს აქ ლექციები, მამუკა ბერიაშვილმა წაიკითხა 2 ლექცია ფილოსოფიის სფეროდან, ჰეგელის ბუნება და კულტურა, შემდეგ თავისუფლების ცნება ანტიკურ სამყაროში და ასე შემდეგ. წაკითხული იქნა ქალბატონ ადანე მსაძის მიერ მოხსენება გივი მარგველაშვილის შემოქმედების შესახებ და ეხლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ვცდილობთ აი ეს ძალები ისევ შევკრიბოთ ჩვენ განსაკუთრებით, ვინც იკვლევს გერმანულ ლიტერატურასა და კულტურას. ესე იგი, გარკვეული პატარა გერმანისტიკის ცენტრი გვინდა აქ ისევ ავაღორძინოთ, ან თავიდან შევქმნათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სფეროები ლიტერატურისა არ შეგვეხება. აქ რა ქვია ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა ცენტრი თუ ინსტიტუტი, გულისხმობთ აგრეთვე ევროპული ლიტერატურისა და ქართული ლიტერატურის, ვინაც რუსულის კვლევებს და ასე შემდეგ. ხო და ეხლა რა არის, იცი, გვეგონა რომ უფრო ისეთი ინტენსიურად წარიმართებოდა ჩვენი მუშაობა, უფრო ისეთ ხალხს შემოვიკრებდით, მეტი ახალგაზრდები მოვიდოდნენ, მეტი დაინტერესება იქნებოდა სწორედ აი ამ ევროპული ლიტერატურის ახალი ჩვენს მიერ ესე იგი ახალი ხედვების წარმოდგენით და ასე შემდეგ. მაგრამ იცით რა, აი ეს ატმოსფერო რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში გამიფებული და რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას, უნდა ითქვას, რომ ესეთი რამ და ძალიან დამოხრუჭდა აი ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, ამ არეულების გამო, აი ამ ყველაფრის გამო, ისე რომ ჩვენ ცოტა გვეუხერხულებოდა კიდეც ღონისძიებების ჩატარება, იმიტომ რომ რაღაცა ის საერთო იმიდან განწყობიდან იყო ამოვარდნილი, ახლა ცოტა ტრაგედია ხდება ქუჩაში და ასეთი ამბები ხდება, ხო, უკვე აღარ არის ლიტერატურის დრო, მოგეხსენებათ, როდესაც ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან და ესენი ძალიან წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. მე ვიფიქრეთ, რომ ახლა გადადება როდემდე შეიძლება და მოდი ჩვენ მაინც გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და გავაკეთოთ, რომ ჭის მცდელობა, რომ სადღაც იყოს ლიტერატურული ატმოსფერო, ცოცხალი, სადღაც იყოს სულიერი საუბარი ისეთ საგნებზე, რომელიც მთლიანად რო ამოვარდა ჩვენი ცხოვრებიდან, ხო? და შეჭამა უკვე ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ცხოვრება ძალიან ერთი და იგივე გადაუჭრელმა ემპირიულმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა და თითქმის აღარსად არის ისეთი მუდმივ მოქმედი რაღაცა ცოცხალი ან სემინარი, ან შეხვედრების ადგილი და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ამის ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ და დიდი მადლობა ქალბატონ ნუგეშა გაგნიძეს, რომ ასეთი აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში, ბუნებრივიც არის, რადგან ერთ-ერთი მე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი მკვლევარია საქართველოში გივი მარგველაშვილის შემოქმედებისა. და აი ამის შემდეგ მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რაოდენ აქტიური მოღვაწე გახლავთ ქალბატონი ნუგეშა. და ამიტომ რაღაცას წაგიკითხავთ მე მისი ბიოგრაფიიდან, მისი ასე ვთქვათ, შემოქმედებითი გზის, მისი მოღვაწეობის რაღაც მომენტებს შევხედოთ. აი
ესე იგი ის კაბატონი ნუგეშა გაგნიძე გახლავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. მას დისერტაცია დაცული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო თემაზე სენტიმენტალიზმი და გოეთეს რომანი ახალგაზრდა ვერდერის ნებანი. შემდეგ იცით რა მისი კვლევის სფეროებია გერმანული განმანათლებლობა, ნიჩესა და მე-20 საუკუნის გერმანელი ავტორების შემოქმედება. იგი გახლავთ ორი ძალიან სერიოზული მონოგრაფიის ავტორი. პირველი გახლავთ გოეთეს რეცეფცია ნიცშეს შემოქმედებაში და მეორე ცხოვრება ორ სამყაროში გრიგოლ რობაქიძე. აგრეთვე გახლავთ ერთი სახელმძღვანელოს ავტორი და ასევე ეს სახელმძღვანელო ძალიან საინტერესო პრობლემას შეეხება ნარკვევები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანულენოვანი ლიტერატურიდან. გახლავთ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი გერმანელ ავტორთან ერთად. მისი ნაშრომები შესრულებულია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და დაბეჭდილია საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, რუმინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გამომცემლობებში. ამ მონოგრაფიებსა და სტატიებში გერმანელი ავტორების გარდა გამოკვლეულია სხვადასხვა პერიოდის ქართულ მწერალთა პრობლემური საკითხები და ასე შემდეგ. აგრეთვე თარგმნის, გარდა იმისა, რომ ის არის ესოთე სერიოზული მკვლევარი ლიტერატურისა, ნუგეშა გაგნიძეს ეკუთვნის ნიჩეს, ბახმანის, ვაინჰებერის, ცელანის, ბრეხტის, გრასისა და რობაქიძის ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე. აგრეთვე პოეტის გახლავთ, ხო ეს აგრეთვე არა აგრეთვე აგრეთვეს გარე მე არც ვთვლი თავს პოეტად და გამოცემულია ერთი კრებული ლექსებისა და მე ესეც არის ძალიან დიდ შრომასა და ჯაფასთან დაკავშირებული, რომ უამრავი კონფერენციის, საერთაშორისო კონფერენციის აქტიური მონაწილეა. ამ ყველაფერს ხომ უნდა მომზადება, მუშაობა და ასე შემდეგ. და აი ამას ყველაფერს ეს ადამიანი ასწრებს. იგი გახლავთ გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების წევრი ქუთაისსა და ვაიმარში, თომას მანის საზოგადოების წევრი დიუსელდორფში, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი და ასე შემდეგ. ესე აი ჩვენს წინ არის გაშლილი ძალიან ინტენსიური ცხოვრება, შემოქმედებითი, სამეცნიერო მოღვაწეობის და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება თვითონ გივი მარგველაშვილის შემოქმედებას, რომლის სერიოზულ კვლევასაც ქალბატონი ნუგეშა უკვე წლების წინ შეუდგა, მას აქვს რამდენიმე ნაშრომი, ძალიან სერიოზული ნაშრომია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. მაგალითად, ლოდინის ციხე-კოშკი, ეს გერმანულად არის ვარტბურგ, მართლა არსებობს ასეთი ციხე-კოშკი აიზენახში და დიახ, კი და ნიშნავს სიტყვით ლოდინის ციხე-კოშკი, ვარტენ არის ლოდინი და ბურგ არის ციხესიმაგრე. და კაკადუ, ანუ ეს ორი სახეა აღებული რომანიდან, ლოდინის ციხე-კოშკი, ანუ ვარტბურგიდან კაკადუ ქვია იქ კაფეს, გივი მარგველაშვილის რომანში კაპიტანი ბაკუში. შემდეგი ძალიან საინტერესო ნაშრომი ერთი გერმანულენოვანი პოსტმოდერნი და გივი მარგველაშვილის მუცალი რომანი. შემდეგ ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერება გივი მარგველაშვილისა და ჰერტა მიულერის ნაწარმოებების მიხედვით. ჰერტა მიულერი ძალიან ცნობილი მწერალია გერმანელი. ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის რეცეფცია გივი მარგველაშვილის მუცალში. გერმანულენოვანი პოსტმოდერნიზმი და გივი მარგველაშვილის მუცალი. გივი მარგველაშვილი საკუთარი თემიდან გაქცეული გმირი და კიდევ ერთი ნაშრომი კი არა ორი ემიგრაცია და უსახლკარობა გივი მარგველაშვილის ესეში კედლის გაზეთის გაოცებული მკითხველი. ეს ეხლა გამოვიდა ბოლოს, პატარა წიგნია, ძალიან საინტერესო წიგნია და გივი მარგველაშვილი ესე იგი კიდევ ერთი არის გერმანულად აქვს დაწერილი ქალბატონ ნუგეშას, ეს არის პერსონაჟის ცხოვრება. გივი მარგველაშვილი პერსონაჟის ცხოვრება. აი რაც შეეხება ამ ბოლო წიგნს, მე ხო გაჩვენებ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ძალიან
პატარა წიგნი, ძალიან საინტერესოა. რაზეა იცით ლაპარაკი რომ ბერლინის კედლებზე რა წარწერებია და ეს წარწერები არის გაანალიზებული, აი წარწერები ათასნაირი, ძალიან ესე იგი ანტიდემოკრატიული, ძალიან უცხოელთა წინააღმდეგ მიმართული და პირიქითაც ძალიან ნეონაცისტური და პირიქით მისი დამგმობი მთელი განწყობები ამ საზოგადოებრივი ამ კედლებზე ასახული. რას წერს ხალხი? ხო და გივის აქვს ეს სწორედ ამაზე დაწერილი და შიგნით არის ძალიან საინტერესო ფოტოები გერმანელი ფოტოგრაფის, რომელიც ამ წარწერებს აჩვენებს ახლა და აი ქალბატონ ნუგეშას აქვს ამაზე დაწერილი ესე იგი ნაშრომი, ეს შეიძლება დავერთო კიდეც იქიდან რომ ასე ჯობდა გამოცემა, მაგრამ რაღაცა სწრაფად გაკეთდა და აღარ მოესწრო. თარგმნილია ცნობილი თარგმნელის ასმათ ფიცხელაუ-ფარჯიანის მიერ, რომელმაც წაიკითხა კიდეც ამაზე მოხსენება ჩვენ დამფუძნებელ კონფერენციაზე. ესე ყველას გირჩევთ ამ პატარა წიგნის ყიდვას და აი აქ არის მაგის შესაძლებლობა. ეხლა კი ყოველივე ამის შემდეგ უკაცრავად რომ ახლა დრო წაგართვით, მაგრამ მე არ შემეძლო რომ ქალბატონ ნუგეშას ასე ვთქვათ მოღვაწეობის არეალი რამდენადმე მაინც არ წარმომედგინა თქვენთვის და ამის შემდეგ სიტყვას გადავცემ ჩვენს მოხსენებელს და დიდი მადლობა თქვენ ჩამოგზავნისთვის. უღმესი მადლობა ქალბატონო ნაირა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე და ამ აუდიტორიის წინაშე მოხსენება გავაკეთო გივი მარგველაშვილის პოეზიის შესახებ. დავიწყებ იმით, რომ თქვენს მიერ ახლახანს გამოცემული წიგნი ჩემთვის ძალიან საყვარელი ნაშრომია, ძალიან საყვარელი ესეა. პირველი ნაწარმოები იყო, რომლითაც დავიწყე გივი მარგველაშვილის შემოქმედების კვლევა და ეს იყო 2013 წელს. და სხვათა შორის აქ ჩამონათვალში არ არის, მაგრამ საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, ბატონმა გივიმაც იცოდა ვესტუმრე და მიუტანე ეს ნაშრომი. კედლის გაზეთის გაოცებულ მკითხველთა დაკავშირებით მოხსენება წავიკითხე ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამართულ კონფერენციაზე და ნაშრომი იმდენად მოეწონათ, კემბრიჯში დაიბეჭდა ინგლისური ვარიანტი. და ეს ნაშრომი მე და ქალბატონი ადავ სტუმრობდით ხოლმე ბატონ გივის, თქვენი მადლიერი ვართ, იმიტომ რომ პირველი ვიზიტი თქვენს გარეშე არ შედგებოდა და ჩვენი პუბლიკაციები, რასაც წერდით, მივუტანეთ და ფიქრობ ცოტათი გავახარეთ კიდეც, რომ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ვართ. რა? დიახ. აღნიშნოთ გამომცემელიც. დიახ. ქალბატონი ანა მარგველაშვილი. ჩვენი სული და გული, მე ვიცოდი ამ წიგნზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა მაშინ, როცა ჩვენ ერთად მარბაღში ვიმყოფებოდით და სანამ უშუალოდ დავიწყებდე ჩემს მოხსენებაზე საუბარს, მინდა დღევანდელ სტუმრებს გადაუხადო მადლობა, რომ ასეთ რთულ დროში გამონახეთ შესაძლებლობა და დრო და მოხვედით დღეს ამ შესანიშნავ საღამოზე, როცა ჩვენ ერთად ყველანი ვილაპარაკებთ ეპოქის უდიდეს მწერალზე გივი მარგველაშვილზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავზე, რომელიც კვლავ ელოდება თავის მკვლევრებს და ელოდება თავის მკითხველებს. რაც შეეხება დაინტერესება ჩემი მწერლით, დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში, როცა ჩემს მეგობარს ვსტუმრობდი ხშირად და დედამისი იყო მარგველაშვილი და დედამთილი იყო მარგველაშვილი და გეცოდინებათ ბატონი გივის ორივე მშობელი ქუთაისიდან იყვნენ და ეს ჩემი მეგობრის დედამთილი იყო ბატონი გივის ბიძაშვილი და ბევრი რამ გავიგე იმ ოჯახში და შემდეგ რა თქმა უნდა დავინტერესი ბატონი გივის შემოქმედებით და რაც დავასრულე გრიგოლ რობაქიძის კვლევა, შემდეგ გადავწყვეტე კიდე ერთი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შემოქმედისთვის მიმეწუნა ჩემი რამდენიმე ნაშრომი. მაგრამ შემდეგ ისე გაიზარდა ეს რამდენიმე ნაშრომი, ახლა უფრო დიდი ამბიცია გამიჩნდა და მინდა რომ წიგნიც გამოვცე, იმედია შევძლებ, იმიტომ რომ ეს არის უდიდეს ოკეანეში შეხვიდე ღრმად და შემდეგ მშვიდობიანად უკან დაბრუნდე, იმიტომ რომ
უსაზღვროა ბატონი გივის შემოქმედება როგორც მწერლის, როგორც ფილოსოფოსის, ლინგვისტის, ლიტერატურათმცოდნის და ენათმეცნიერის. ეს ყველაფერი იმდენად შერწყმულია ერთმანეთში, ზღვრებიც კი არის ზოგჯერ წაშლილი და ამ უზარმაზარ უმშვენიერეს ლაბირინთში გზის გაკვლევაც არ არის ხოლმე ადვილი. რაც შეეხება დღევანდელ, ხო, ესა ინფორმაცია, როცა დაიდო დღევანდელი ღონისძიების შესახებ, იქ ეწერა, რომ მე ცოტა ხნის წინათ ვიმყოფებოდი მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არქივი, რომელიც ინახავს ძალიან ცნობილი გერმანელი და გერმანულენოვანი ავტორების შემოქმედებით მემკვიდრეობას. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა, რომ ქალბატონი ნაირას, ქალბატონი ანა მარგველაშვილის ხელშეწყობით ბატონი გივის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სათუთად არის დაბინავებული და დიდი სიყვარულით მარბახის გერმანული ლიტერატურის არქივში, იქ სადაც სრულყოფილად ინახება კაფკას, რილკეს, ჰერმან ჰესეს და მიორიკეს და ბევრი სხვა უდიდესი ავტორის ნაწარმოებები, ხელნაწერები, უცნობი მასალები და ასე შემდეგ. მოკლედ მარბახის ლიტერატურულ არქივში სტიპენდიის მოპოვება არ არის იოლი და მქონდა პატივი ერთი თვით მემუშავა არქივში, სადაც ჩვენ ანამ და ქალბატონმა ანამ და მე შეგნებულად დავამთხვიეთ ჩვენი ვიზიტები ერთმანეთს და ამ ვიზიტის დროს დიდი კომფორტი იყო ჩემთვის ანასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვა, რომელიც მე მქონდა მრავალი წლის მანძილზე, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ანა შეეძლო და ჩემთვის დიდი შენაძენი იყო ყოველი დღე, ყოველი საღამო, როცა ჩვენ ბატონი გივის შემოქმედების ირგვლივ მსჯელობდით და ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს უზიარებდით. ამავდროულად ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარბახის ლიტერატურული არქივი თავის სტიპენდიანტებს თავაზობს, მაგრამ ყველას არა, ოთხშაბათის ტრადიციულ სემინარზე მოხსენების გაკეთებას. და ბატონმა ბულოვ, რომელიც გახლავთ მარბახის ლიტერატურული არქივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თვითონ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო მოდერატორი ოთხშაბათის ტრადიციულ სემინარზე და ვფიქრობთ, რომ ღირსეული პატივი მივაგეთ ბატონი გივის ხსოვნას ამ დღეს. როცა მე წარვადგინე, ესე იგი, ბოლო პერიოდი იყო ჩემი ვიზიტის მარბახში და რაც მოვიძიე და რაც მოვიკვლიე, იმ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ეხლა რაც შეეხება მასალებს, რაც მარბახში არსებობს, ეს გახლავთ 33 ყუთი და ერთ თვეში ყოველს დამუშავება ცხადია შეუძლებელი იყო. ამ 33 ყუთიდან მე ავარჩიე ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის შრომები, რომლებიც ჩემთვის ფაქტობრივად უცნობი იყო და ვფიქრობ, რომ არც ფართო საზოგადოებისთვის არის სრულად ცნობილი. თქვენს წიგნში მე ჩამონათვალში ბიბლიოგრაფიაში ვნახე რამდენიმე ნაშრომი, მაგრამ არქივში კიდევ უფრო მეტი ვნახე. ეს ნაშრომები ეძღვნება შექსპირს, ჰერმან ჰესეს, რილკეს, მუზელს, მოკლედ ძალიან საინტერესო ნაშრომებია. ერთი ვერსია იყო, როცა შესაძლებლობა მომეცა დღევანდელ სემინარზე თქვენთან ერთად მემუშავა, წამეკითხა სწორედ ამ თეორიულ შრომებზე მოხსენება, რომელიც დასრულებული მაქვს ფაქტობრივად მარბახის ლიტერატურულ არქივში დავასრულე, მაგრამ დღევანდელ პროზაულ ცხოვრებაში რატომღაც გადავწყვიტეთ ცოტა ლირიკული ნოტებით შემოგვეტანა და ამიტომ შევარჩიეთ თემა გივი მარგველაშვილის არათემატური გასეირნება ლექსის სამყაროში. როდესაც მკითხველი თუ მკვლევარი გივი მარგველაშვილის სახელს გაიგონებს, უმალ ფიქრობს დიდ პროზაიკოსსა და ფილოსოფოსზე. გივი მარგველაშვილი პოეტი ცალკე უსასრულო თემაა ლიტერატურათმცოდნეებისთვის. მისი ლექსები ნაკლებადაა ცნობილი მკითხველისთვის და მეცნიერულად თითქმის შეუსწავლელია. პირველი დიდი მნიშვნელოვანი კვალი ამ მიმართულებითაც ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა გაიყვანა. დიდი გამოწვევა აწვდე გივი მარგველაშვილის ლირიკული ტექსტების სიღრმეს და შეიგრძნო მათი განუმეორებელი მელოდია, რაშიც პირველ რიგში პოეტის ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის ნაშრომები გვეხმარება და მისივე წერილები ასევე, რომლებიც მე მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესით და დიდი სიამოვნებით შევისწავლე. ერთ-ერთ წერილში იგი გივი მარგველაშვილი ცნობილ გერმანელ მწერალს ელკე ერბს წერს, რომ
ლექსის სამყაროს პერსონაჟებს, რომლებიც ღამე დაახლოებით 2-ის ნახევარზე, როცა მარტონი არიან შინ თავიანთ პოეტურ ტექსტებში და თავიანთ პოეტურ სტრიქონებში მარტოსულობის ატანა აღარ შეუძლიათ, ამ მიზეზით ჰალუცინაციებიც კი ეწყებათ და ტანჯველი ქვაც აწუხებს, ამ დროს შველით ლექსის სამყაროს სამმართველო. ამ ძალზე საყურადღებო წერილში ვკითხულობთ, თუ როგორ შეუძლიათ ტექსტის ტყვეობიდან თავი გაითავისუფლონ პერსონაჟებმა. ელკერბი მოგეხსენებათ 60-იან წლებში რაინერ კირშთან და ადოლფ ენდლერთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და იმ პერიოდში გამოვიდა ქართული პოეზიის ანთოლოგია, გარდა ამისა ელკერბს ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების შესანიშნავი წინასიტყვაობა და მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რამდენადაც ვიცი ქართულ გერმანისტებთან და მწერლებთან და ეს წერილიც ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო წერილია გივი მარგველაშვილისა, რომელიც მან ელკერბს გაუგზავნა. აი რა ხერხს უნდა მიმართონ პერსონაჟებმა ლაბირინთიდან თავის დასაღწევად და მარტოსულობისგან თავის დასახსნელად. ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და ლექსის სამყაროს თემატური ძაფი თითოეული პერსონაჟისთვის ორგანული უნდა იყოს, ხოლო სტუდიები რეალური დროის შესახებ, რომელიც არათემატურ შეხედულებებს უკავშირდება, ესეც ნორმაა. არათემატური გასეირნება მკითხველთან ერთად ამ პერსონაჟებისთვის საინტერესოა, უფრო მეტიც, ბედნიერების მომტანია, ესეც იმ ლამაზი მშვენიერი წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ ქართულ ენაზე. ლექსისა და წიგნის სამყაროს სამმართველოს შესახებ არაერთგან წერს გივი მარგველაშვილი. განსაკუთრებით საყურადღებოდ მიმაჩნია 1992 წლის 6 ივნისის ჩანაწერი წიგნიდან პერეკატასტროიკა დროის მოწმის ჩანაწერები 1988-93, სადაც მწერალი გაგვიმარტავს, რომ ლექსისა და წიგნის სამმართველო იდეალური ინსტიტუციაა. მისი მიზანი იდეალურის თემად ქცევაა. წერლის არათემატური თემატიზირების საგანიც ესაა. ციტატა: ჩვენ იმის უფლება მაინც უნდა გვეძლეოდეს წარმოვიდგინოთ, თუ როგორია ან როგორ გამოიყურება იდეალური ახლოდან, როგორ ფუნქციონირებს იგი ჩვენს სიახლოვეში. ციტატის დასასრული. წიგნის სამმართველოს ფუნქცია შესანიშნავად გვიხსნის ქალბატონი ნაირა გელაშვილი გივი მარგველაშვილის რომან ოფიცერი პემბრის წინასიტყვაობაში. მისი მართებული მოსაზრებით, გივი მარგველაშვილის უზარმაზარ ლიტერატურულ სამყაროს ერთი უმნიშვნელოვანესი ნაკადი ამოძრავებს. ესაა ესთეტიკურ, ფილოსოფიური და ჰუმანისტური ავანტიურა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ რეალური ადამიანები იჭრებიან ცნობილ ტექსტებში და ტრაგიკულ ამბებს ისე ცვლიან, რომ ტექსტის ფინალი მეტწილად ხენით მთავრდება. საკმარისია უბედური ფინალი ცხოვრებასა და წიგნში. ამ შეჭრას ხშირად ახორციელებს წიგნის სამყაროს სამმართველო, რომლის მიზანი ფატალურ, სისხლიან ან უბრალოდ სევდიან სიუჟეტებში არსებითი კორექტურის შეტანაა. ამ სამმართველოს მუშაკები შედიან ტექსტებში, იქ სიტუაციებს ცვლიან, რაც საკმაოდ რთული სამუშაოა და ბედისწერით დაღდასმულ პერსონაჟებს მხსნელებად ევლინებიან. წარმოიქმნება თვისობრივად ახალი ნაწარმოები, გამორჩეული ღრმა აზროვნებითა და მაღალმხატრულობით. გივი მარგველაშვილის მთელი შემოქმედება წიგნისა და ლექსის სამყაროს უბნებში ბედისწერის დარტყმათა მოგერიების ონტოტექსტუალურ მცდელობას წარმოადგენს, რომელიც არა მარტო დიდტანიან რომანებსა და ფასდაუდებელ ფილოსოფიურ ნაშრომებს მოიცავს, არამედ უამრავ მინიატურასა და ლექსს. ლექსის სამყაროს პერსონაჟთა თემატური და არათემატური გასეირნებები კი გივი მარგველაშვილის ლირიკის მთავარი მახასიათებლებია. ნაშრომში წიგნებში გადასახლება მართებულად მიუთითებს ლევან ბრეგაძე, რომ გივი მარგველაშვილის შემოქმედების მთავარი კონცეპტის გაჩენა წიგნებში, როგორც საიდუმლო სამშობლოში გადასახლება, დიდწილად მისმა ბიოგრაფიულმა მომენტებმა განაპირობა. ლექსების წერა გივი მარგველაშვილს 1950-იან წლებში დაუწყია, მაგრამ მათაც ვერ დააღწიეს თავი დიდხანს საწერი მაგიდის ბნელ უჯრებს. ახალგაზრდა პოეტის სევდიანი ლექსები იმედიანია ამავდროულად. პოეტი ძირითადად ურითმო ლექსებს წერს, მაგრამ მათ გააჩნია ისეთი განსაკუთრებული შინაგანი რიტმი და მელოდია, რომ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. თავისი ლექსებით გივი მარგველაშვილი მე-20 საუკუნის გერმანული ლირიკის
ხაზის გამგრძელებელია. ის ფრიდრიხ ჰოლდერლინს, ფრიდრიხ ნიჩეს, იოზეფ ვაინჰებერს, შტეფან გეორგესა და სხვა გერმანულენოვან ავტორებს უფრო ენათესავება, ვიდრე თავის თანამედროვე იმ ქართველ პოეტებს, რომლებიც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში სოციალისტური რეალიზმის თავდადებული ერთგულნი იყვნენ. უფრო მეტიც, აბსოლუტურად არაფერი აქვთ მათთან საერთო. გივი მარგველაშვილის ლექსებში ჩანს პოეტის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია დიდი, ზოგად საკაცობრიო ტრაგედიებით, ტოტალიტარული რეჟიმებითა და მეორე მსოფლიო ომით. ის მოთმინებით ელის დროს, როცა წინამძღოლებს პროზაში მამასახლისებსა და მამასახლის იმუსებს, თამაშის შემდეგ ნიღბებივით ჩააბარებს ისტორიას. ამ დროისათვის მამაპაპის ამბავი უკვე უცხო წიგნად იქცევა, ხოლო განვლილი ცხოვრებისეული გზა მისცემს მას იმპულსს საკუთარი ლექსის შესაქმნელად. არც სამშობლოსა და იდენტობის თემაა მარგველაშვილთან ისეთი, როგორც სოციალისტური ეპოქის ქართველი მწერლების შემოქმედებაში, როგორცაც ჩემს თაობას სკოლასა და უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ. არც სამშობლოს არჩევის, სამშობლოში დარჩენის უფლება და არც ეროვნულ ფესვების ერთგულების შესაძლებლობა მისცა მას დიდმა დიქტატორებმა და მათმა კაცთმოძულე ვერაგმა პოლიტიკამ. ამიტომ დე შენი საიდუმლო იყო შენი სამშობლო, იყოს იგი ოცნება, დათქმულება გედზე და უფლის წულზე, მახველზე და ყვავილზე. იყოს ტყის ჩუმი გული, სადაც დუმს ყოველივე ისმენს განაბული. დაე იყოს სამშობლო, მთა უკანასკნელი კითხვა, დე იძინოს შენში. აი ჩემი ნაშრომის ამ ნაწილში წარმოდგენილი თითქმის ყველა ლექსი, გარდა 3 ლექსისა, მკითხველი აზანში, მკითხვის ხმა და უტოპია, არის ქალბატონი ნაირა გელაშვილის თარგმანები. და ეხლაც წარმოგიდგინეთ ეს არაჩვეულებრივი თარგმანი. და ამიტომაა იდენტობის საკითხი გივი მარგველაშვილის შემთხვევაში განსაკუთრებული. სამშობლოს მართლაც სძინავს პოეტში, მის შემოქმედებაში. იგი საიდუმლოა არ თუ ვერ გაცხადებული. გერმანიაში დაბადებულ ეთნიკურად ქართველ მწერალს ორივე ქვეყანა თავისად მიაჩნია, ორივეს პრობლემები აწუხებს, რაც კარგად ჩანს მის ინტერვიუებსა და ნაწარმოებებში. მაგრამ რადგან მისი სააზროვნო და სამწერლო ენა გერმანულია, ამიტომ ის ამ ენაშია შინ, სახლსა და სამშობლოში. როგორც ცნობილია, ადამიანებს იდენტობა სულ გააჩნდათ. ოღონდ მისი კვლევაციებით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული. კითხვა ვინ ვარ მე, განიხილებოდა მეტაფიზიკისა და ეპისტემიოლოგიის ზოგადი პერსპექტივიდან. იდენტობა ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ნიშანთვისებათა ერთობლიობაა, რომლებიც განსაზღვრულია ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობის უწყვეტ პროცესში. იდენტობის საკითხზე ცლად წერს გივი მარგველაშვილი პერეკატასტროიკაში, კერძოდ 1992 წლის 9-15 სექტემბრის ჩანაწერში. განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ ის ჩვეული ოსტატობით წარმოაჩენს იდენტობის სოციალ-პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ძირებს. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ბევრი რამ აქვს სათქმელი, თავმდაბალ შემოქმედს არ მიაჩნია მართებულად საკუთარ ეროვნებაზე პოზიტიური საუბარი. ასევე არამართებულია მისი აზრით საჯაროდ და გადაჭარბებულად პიროვნების ქება მისი წარმომავლობისა და ზნეობის გამო. ციტატა: ნაციონალ-პოლიტიკურად ჰიპოსტაზებულმა ტრაბახმა წარმოუდგენლად უარყოფითი როლი ითამაშა ისტორიაში და კატეგორიულად მიუღებელია. წერს გივი მარგველაშვილი და ხაზს უსვამს განსაკუთრებით საყურადღებო საკითხს იმის თაობაზე, რომ ჩვენი თანამედროვეობა უდაოდ პოლითემატურ დემოკრატიულ კრებითი პირების დროა. ყოველივე ამის გაცნობიერება იოლიროდია მონოთემატურობისადმი მიდრეკელ სახელმწიფოებსა და ინდივიდებისათვის. ციტატა: მხოლოდ ცალკეულ პირებს შეუძლია მონოთემატური განწყობის გამოვლენა და სხვა ასეთივე პირებთან, ამა თუ იმ მიზეზით ანტითემატური მოქმედება. თავად გივი მარგველაშვილია მწერალი, რომლის აზროვნებაც არ ზის ვიწრო ეროვნულ ჩარჩოში, შესანიშნავად გამოხატავს მონოთემატურ განწყობას თავის ტექსტებში და მოქმედებს ანტითემატურად. საკუთარი თავის შეცნობის ხანგრძლივი პროცესი, საკუთარი თემისა თუ ანტითემის
სამშობლოს ძიებისა და სინამდვილისთვის თვალის გასწორებისთვის ბრძოლაა გამოხატული გივი მარგველაშვილის უამრავ ლექსში, რომელთა ნაწილი თავმოყრილია კრებულებში არნასლორლი ხელთათმანი, der ungeworfene Handschuh და ცხოვრება კითხვაში თუ კითხვისეული ცხოვრება, das Leben, ჯერ ვერ გადავწყვიტე როგორ აჯობებს ამ კრებულის სათაური, ითარგმნოს ქართულად. და ზოგიერთი მათგანი, როგორც ჩვევია, ვირტუოზულად თარგმნა ქალბატონმა ნაირმა გელაშვილმა და ისინი წარმოდგენილია მინიატურებთან ერთად გამომცემლობა ალონის მიერ 2018 წელს დაბეჭდილ კრებულში მე წიგნის გმირი ვარ. შემთხვევით არ შემირჩევია ჩემი წიგნის ამ თავის ქვესათაურად გივი მარგველაშვილის სიტყვები. კითხველის მიზანი შემოქმედი შექმნაა. მის ნაწარმოებებში კარგად შეიძლება ავტორის დანახვა, გააჩნია ფერწერული ტილოსავით, რა რაკურსით უყურებს ის მას და ვინა მკითხველი, მწერალი, მკვლევარი, ფილოსოფოსი თუ უბრალოდ ლიტერატურის მოყვარული. გივი მარგველაშვილის ლექსებში ყველაფერია, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს ადამიანს და დაანახებს ღრმად ფილოსოფიურად მოაზროვნე გერმანელ პოეტს ქართული ფესვებით, რომელიც მსუბუქად და დიდი ირონიით გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს, უცნაური პერსონაჟებისა და გამოგონილი მკითხველის შესახებ. მისი პოეტური კარეტის მამოძრავებელი ძალა მკითხველია, რომელსაც მრავალი წელი ელოდა. ერთი უმშვენიერესი ლირიკული კარეტატი კი ადგილიდან ვეღარ იძვრის. დრო გადის მოლოდინში, ციტატა. ვეძებთ მკითხველებს თანამგზავრებად, როგორც ძალას ლირიკული ცხენებისა და სიცოცხლისათვის. წერს თავისი წმინდა ტყეებიდან და მდელოებიდან გამოძევებული პოეტი და ლექსის კლდის წვერზე მდგომი სიმაღლეს ძირად განიცდის, ძირს კი მწვერვალად. ყველაზე უფრო გამაოგნები განცდა კი მუდამ დასასრულია. ეს შენი დგომა ლექსის კლდის წვერზე და ერთდროულად იმავ კლდის ძირში, სადაც სიმაღლეს განიცდი ძირად, ძირს კი მწვერვალად. ნაირ ხო ერთი სიმაღლეს უნდა ეწეროს უკაცრავად. ნაირა გელაშვილის მიერ დიდებულად თარგმნილ ამ ლექსში სახელწოდებით მკითხველის ალპინიზმი შესანიშნავადაა შენარჩუნებული დედნის შინაარსი, რიტმი, მელოდია, განწყობა. თარგმნელი ერთგულია ორიგინალის და ამავდროულად არ ღალატობს საკუთარ ორიგინალურ სტილსაც. ისევე როგორც გივი მარგველაშვილი აღწევს უბრალო სიტყვების არაორდინარული ორგანიზაციით პოეტურ ეფექტს, ქალბატონი ნაირა გელაშვილიც ქმნის აზრის სინათლით გამორჩეულ მკითხველის ალპინიზმს ქართულად. სტრიქონები, დიდი ხუთსიტყვიანი, დანარჩენი თოვლისფერი სითეთრია წიგნის ფურცლისა, გადაფენილა ნათელი დილა ზღვაზე, მთაბარზე, წერტილ მძიმენი მხარში გიდგანან, გასვენებენ, მიგიწვევენ და აი, იწყებ უჩუმარ ასვლას ავტორის სულთან დაწყვილებული ლექსის მწვერვალზე. მკითხველის ალპინიზმის კითხვისას თვალწინ წარმოგვიდგება ავტორი, რომელიც იცავ გზაზე პოეზიის მწვერვალისკენ ხან წაიბორძიგებს, ხან ჩაჩლდება სიტყვათა მაღალ და ვიწრო სვეტებზე, ხან კი უფრო თამამად მიდის არსებითი სახელებით გამაგრებულ ქვიანეთში. გივი მარგველაშვილის ლირიკაში განსხეულებული მისივე ფილოსოფიური ნააზრების გასაცნობიერებლად ზოგჯერ მინიატურები გვეხმარება. ერთ-ერთ მათგანში მწერალი ლექსებს წყაროებს ამსგავსებს, ხოლო მკითხველს მოწყურებულ მოგზაურებს, რომლებიც დაუღალავად დაეხეტებიან ერთი წყარო ლექსიდან მეორისკენ. ყოველ წყაროსვალს კი თავისი სული ჰყავს ურიცხვი ცხოვრებით. ამ ცხოვრებათა რაოდენობა მკითხველის ოდენობითაა განსაზღვრული. პოეტ მარგველაშვილის ლირიკული მე გაყინული ცახცახებს ლექსის სამყაროს სტროფებს შორის და სიყვარულს თხოვს მკითხველს, რომელიც ხან უყურადღებოდ ჩაულის ხელგაწვდილ მათხოვარს. ზოგიერთი მაგალითად წესიერი ადამიანები სულაც რომ არ იცნობენ მის ტექსტებს, უწყალობებენ რამდენიმე კეთილ სიტყვას. ზოგიერთი ჩაიქირქილებს კიდეც, როცა საბრალო ლირიკული მე ქუდს მოიხდის და სლუკუნებს, რომ მოკვდება უსიყვარულოდ. დიდად არ ანაღლებთ უგულო მკითხველებს ხელგაწვდილი ლირიკული მე სიკვდილი. ესთეტიკა არ არისო ეთიკა, წერს მწერალი მინიატურაში ესთეტიკური სისასტიკე. გივი მარგველაშვილისთვის ცხოვრება წიგნია. წიგნი ლექსია, თვითონ კი მათი პერსონაჟი. ერთდროულად ავტორიც და მკითხველიც. ამ წიგნში ანუ ცხოვრებაში თითოეული ადამიანი ყოველთვის ერთი განსაზღვრული ტექსტი, ანუ კითხვა ყოფნის მასალაა. იგი მოდის წარმოიშობა მუდამ თავისი წიგნის ლექსის შემოქმედის თავიდან. ფიქრობ ამ განმარტებით გვიღებს პოეტი კარს თავის ვრცელ და გასაოცარ პოეტურ სამყაროში. ისევე როგორც პროზაში,
ლირიკაშიც გივი მარგველაშვილის ნაწარმოებების უმთავრესი მახასიათებელია ანტითემატურობა. ლექსებშიც ახერხებს ის ძველ ტექსტზე ახლის გადაწერას და სრულიად განსხვავებული რეალობის შექმნას. გავიხსენოთ არნასროლი ხელთათმანი თუ რომანში კოლხი მედია კოლხოში მერა ბერძენიშვილის მონუმენტურ ქანდაკებას ავტორი კრისტა ვოლფის მედიახმებს აძლევს ხელში, არნასროლ ხელთათმანში წიგნის სამყაროს მართველი მუშაკები კუნიგუნდეს შილერის ბალადას ხელთათმანს აკითხებენ და შთააგონებენ აღარ ჩააგდოს ხელთათმანი ძიმე მხეცებით სავსე არენაზე. ამ გზით აიცილებს იგი ბედისწერის დარტყმებს. ლექსში დაძაბულობა იკლებს და მარგველაშვილისეულ მხატვრული თამაშითა და იუმორით სრულიად ორიგინალურად წარმოგიდგება მასში შილერის ბალადა, რაც მასშია ავტორის ბედისწერასთან, ისტორიულ კანონზომიერებასთან და საერთოდ სამყაროსთან. სამყაროს ისტორიის მილიონ ტომელში ჩართულია რიგის მიხედვით შენი ისტორიაც, საუკეთესო შემთხვევაში 60 აქტიურ წელიწადს რომ მოიცავს. წერს გივი მარგველაშვილი ლექსში წიგნის ცხოვრების საწყალი ტექსტი პირადულ ისტორიული. პირად ისტორიული და დაუჯერებელი ამბავი ისიცაა, რომ 60 წელს ისე მიაღწია ეპოქის უდიდესმა პოსტმოდერნისტმა, მის მხატვრულ ნაწარმოებებს მზის სინათლე არ უნახავთ. სწორედ ეს წუხილია ამ ლექსში გამოხატული. ბედი არა ქონია ამ სამყაროს ისტორიაში არ გწერებია არსებობა საკითხავ ტექსტად. პროზაული ტექსტების მსგავსად, გივი მარგველაშვილის ლირიკაშიც ავტობიოგრაფიული ამბები და პირადი ტიპური განწყობილებები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. აღსანიშნავია ლექსები მე წიგნის გმირი ვარ, მე-9 საათი, იხსენი შენი ცოცხალი მკვდრები, მეხსიერების წიგნის ქაღალდი, მკითხველი მიდის დასაძინებლად, ორი მკითხველი, თავისუფალი სიზიფე და სხვა. ამ ლექციების გასაღები გივი მარგველაშვილს აქვს ჩამალული მინიატურაში პროზაული ჩანახატი სიურეალისტური ლირიკის შესახებ. მწერალი წერს, რომ მისი ლირიკული მე პატარა ლექსში ცხოვრობს და ბედნიერია, რადგან ულევად აქვს პური, ღვინო და ხილი. დროდადრო მას ლექსის ავტორი სტუმრობს, რომელსაც უნდა გაარკვიოს მისი პერსონაჟის ბედი. არადა ავტორი და პერსონაჟი ერთი და იგივეა. გამოხდა ხანი და ავტორი მკითხველთან ერთად მივიდა ლექსში დაპატიმრებული ლირიკული მეს სანახავად. მერე იმატა მკითხველთა რაოდენობამ ლირიკულ მეს კი მობეზრდა მათი აღფრთოვანებული შეძახილები და ლექსის ტყიან წიაღში გაუჩინარდა. უდიდესი განსაცდელი დილემა ყოფნა არ ყოფნის, რაც გამუდმებით ცხოვრების ყოველ ეტაპზე თან სდევდა გივი მარგველაშვილს, დასურად ხატებულია ლექსში ჰამლეტად ყოფნა თუ არ ყოფნა. პირველი მოქმედების მეხუთე სცენაში ის სული, რომელსაც ლირიკული მე თავიდანვე რაცნობიერებს, საწყალი მამის სულად გამოეცხადა. მამის დახვრეტის ამბავი, როგორც ცნობილია, გივი მარგველაშვილმა 1990-იან წლებში შეიტყო. მანამდე ელოდა, ვინც ის რამდენჯერ ესტუმრა მას ტრაგიკულად დაღუპული მშობლების სული, დრომ ულმობელმა და ადამიანთა სისასტიკემ, რომ იმსხვერპლა. ორნაწილიანი ლექსის ჰამლეტად ყოფნა და თუ არ ყოფნა პირველ ნაწილში, პოეტი გვიამბობს, თუ როგორ გაიხმო დიადი წიგნის სახელგანთქმულმა პერსონაჟმა თავის სიუჟეტში, სადაც მამას შეხვდა. მიმოვიხედე და თვალთ დამიბნელ და ეჭვი არ იყო. იქ იდგა ჩემი მოხუცი მამა, მხრებ ჩამოყრილი და მოტეხილი, მაგრამ ნამდვილად მამა ჩემი. მაშინვე მისკენ გავექანე და ღმერთო ჩემო, გავიარე იმის სხეულში. მოქმედება კულმინაციას აღწევს, როცა მამა სურვილს გამოხატავს, ხშირად ხედავდეს შვილს ამ თეატრში, რაც ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია, რადგან უამრავი მამის სული დგას ძალიან გრძელ რიგში, სადაც ყველანის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი არიან და სურთ თავისიანთ გამოეცხადოთ. ვიდრე მამაშვილის შეხვედრა მეორედ მოხდება, შეიძლება შვილის სიცოცხლეც დასრულებული იყოს ამ ქვეყნად, ამბობს პოეტი. ლექსის მეორე ნაწილში ლირიკული მე რედდასხმული და გაქვავებული შურისძიებაზე ფიქრობს. ჰამლეტიც ამისკენ უბიძგებს. ჩემს სიუჟეტში ჩნდებიან მხოლოდ სულები მოკლულ მამებისა, ვის გამოც მუდამ საჭიროა შურისძიება. ნერვიულ სიცილამტყდარი ლირიკული მე უხსნის ჰამლეტს, რომ ვერ შეძლებს ამ სამყაროში მამისთვის შურისძიებას. ამის შემდეგ წიგნის სამყაროში შურისძიებას თავაზობს ჰამლეტი პოეტის ლირიკულ მეს, რომელსაც საგონებელში ჩავარდნეს ვერ გადაუწყვეტია, იყოს ჰამლეტი თუ არა. როგორც ლევან ბრეგაძე აღნიშნავს, გივი მარგველაშვილმა ლექსში ჰამლეტად ყოფნა თუ არ ყოფნა უჩვეულო მხატვრული ფორმით გამოხატა
იმ დროისათვის არაორდინარული ეთიკური მწამსი, არაძალადობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მწერლის ფილოსოფია ქრისტეს მიერი ეთიკის ფილოსოფიური დასაბუთებაა. აუცილებლად უნდა ითქვას ლექსის ქართული თარგმანის შესახებ. ქალბატონი ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი გივი მარგველაშვილის ყველა ლირიკული ტექსტი ხომ ქართული სიტყვის დიდოსტატის მიერ შექმნილი შედევრია. ჰამლეტად ყოფნა თუ არ ყოფნა, ქართულად იმდენად ახლოა ორიგინალთან, ვერც იფიქრებს მკითხველი ნათარგმნი თუ არის. მშობლიურ ენაზე ის ისე კარგად მოაქვს ქალბატონ ნაირა გელაშვილს, დედნის განწყობა იფიქრებ, რომ პოეტის სულში ზის. ის თანაგამცდელია და თარგმნილი ლექსის კითხვისას მკითხველსაც თანაგამცდელად აქცევს, როცა წარმოიდგენს თუ როგორ გაიარა ლირიკულმა მემ მამის სხეულში, რომელიც სულად გამოიცხადა და როგორ ფიქრობდა ნერვულ სიცილ ამტყდარი ეძიაშური მამის მკვლელობისთვის, თუ არა ქცეულიყო ჰამლეტად, თუ სხვა გზას დანდგომოდა. კომპოზიტით ნერვიულ სიცილ ამტყდარი ზუსტად მიესადეგება გივი მარგველაშვილისეულ მხატვრულ სტილს. ჰამლეტად ყოფნა თუ არ ყოფნა, ისევე როგორც ბევრი სხვა ნაწარმოები, ღია ფინალით ხასიათდება. პროზაული ნაწარმოებების მსგავსად, გივი მარგველაშვილი ლექსებშიც არ სვამს წერტილს, რადგან სხვა ეპოქაში სასურველია უკეთეს დროში სხვაგვარად მოხდება მათი წაკითხვა, გაგრძელება და სხვანაირად განვითარდება მარადიული პერსონაჟების ცხოვრება. კრებულში Das Leseleben თავმოყრილია ტექსტები კრებულიდან Leben im Untertext, ცხოვრება უნტოტექსში და Der ungeworfene Handschuh არნასლორი ხელთათმანი და ასევე გივი მარგველაშვილის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. წიგნი გამოიცა Färbrechel Verlagში 1500 ეგზემპლარად. ისინი დანომრილია და თითოეული მათგანი უნიკალურია იმით, რომ ნაწარმოებები და ფონ ცუბინსკის ილუსტრაციები იმგვარადაა კომბინირებული თითოეულ მათგანში, რომ არც ერთი ეგზემპლარი არ მეორდება. აი ძალიან ორიგინალური კრებულია. ჩემი მიერ გამოყენებული კრებულის ნომერია 1300. წიგნის გვერდები არაა დანომრილი და ტექსტები ისეა დალაგებული, როგორც გივი მარგველაშვილი თამაშობს სიტყვებითა და ტექსტებით ტექსტებშიც. წიგნის სამყაროში არავის შეუძლია ივარაუდოს, ვინ როდის რას წაიკითხავს და ნაწარმოებში რას ამოიკითხავს. მწერალი შლის კარდს და თითქოს ეთამაშება მკითხველს. მკითხველი კი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ თამაში, რათა ამოიცნოს ავტორის გულნადები, თამაშის სვლები და არ დარჩეს წაგებული. ეხლა რაც შეეხება ფონ ცუბინსკის, ეს გახლავთ ორი გერმანელი დიზაინერი, ქალისა და ილუსტრატორის, ცუნი ფელენისა და კირსტენ ფაბინსკის ტანდემი 2001 წლიდან ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა გამომცემლებასთან და ქმნიან ესეთ ორიგინალურ ნაშრომებს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წარმატებული გამოცემაა, წარმატებული ნამუშევარია მათი მხრიდანაც. ისევე როგორც ბევრ სხვა ნაწარმოებში, წიგნშიც Das Leseleben გივი მარგველაშვილი სვამს შეკითხვებს, რას ნიშნავს ცხოვრება კითხვაში. წიგნისეული ცხოვრება, ვინ უძღვება მას, ვინ მონაწილეობს მასში, ვინ ქმნის მას და რატომ. და საერთოდ რა არის ტექსტი? ამ კითხვებზე პასუხს სცემს წიგნში ერთმანეთის მონაცვლეობით დაბეჭდილი მინიატურები და ლექსები. პირველი მინიატურა დეტექტივს ეძღვნება. წერლის მართებული აზრით დანაშაული ცხოვრებაში საშინელება, არავის სურს მასში მონაწილეობის მიღება, არავის უნდა იყოს დამნაშავე, მაგრამ დეტექტივი, როგორც მხატვრული ტექსტი, საინტერესოა თავისი პერსონაჟებით. მკითხველს იზიდავს მისი სიუჟეტი და მოქმედების დაძაბული განვითარება. არავის სურს მსგავსი რამ თავს გადახდეს და არც წიგნის ავტორია ბოროტმოქმედი. გივი მარგველაშვილის ერთი ძალიან საყურადღებო ლექსია მკითხველი აზანში. Der Leser im Tempelwort. ასე ჟღერს გერმანულ ენაზე ამ ტექსტის სათაური. სათაურის ზუსტი თარგმანია მკითხველი ტაძრის სიტყვაში. როგორც სათაურიდან ვიგებ, პოეტს უნდა გითხრას თუ რა როლი აქვს მკითხველს ტაძარში წარმოთქმულ სიტყვაში. ეს სიტყვა არის ტექსტი. მკითხველი კი ამ ტექსტის ნაწილია, მაგრამ რომელ ტაძარს გულისხმობს ავტორი? ლექსი იწყება სიტყვით მინარეთი. მინარეთი ქართულად შუქურა კოშკია მეჩეთთან, ისლამურ არქიტექტურაში. ამ კოშკიდან მოუწოდებს მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ. მუსლიმებში ლოცვისკენ მოწოდება არის მუჰამედის მიერ დაწესებული აზანი მოწოდება, რომელიც 7 ფორმულისგან შედგება.
როგორც ლექსიდან ვარკვევთ, მარგველაშვილი წერს არაქრისტიანულ, არაბუდისტურ ტაძარზე, არამედ მუსლიმურზე, რაც ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა მის შემოქმედებაში. ამიტომ ქართულ თარგმანში ლექსს სათაურად შეურჩიე მკითხველი აზანში. პოეტი ეძებს მკითხველს და მოუწოდებს უსმინოს მოეძინს და შეიმეცნოს ღვთისმსახურებისა და საკუთარ ფანტაზიათა არსი. გაითავისოს ტექსტი, რომლის მთავარი გმირი თვითონაა. მის გარეშე ხომ არც მოეძინის მოწოდებას აქვს აზრი და არც მინარეთის არსებობას. თუმცა სხვა მლოცველებიც არსებობენ, რომლებიც ასევე აზანში არიან და ლირიკულ მეს ტაძრიდან ფეხაკრეფით გასვლის შემდეგ ისინი გააგრძელებენ ლოცვას და ეხლა შემოგთავაზებთ ჩემს მოკრძალებულ თარგმანს. მკითხველი აზანში, მინარეთი. უსმენ მკითხველო, ჩემო ძვირფასო მოეძინს, გეძახის წადი და შეაბიჯი აზანში, შეიგძენ მვედრებელი ღვთისმსახურება, არსი მარცვლისა სამის, მინარეთ. არსი ფანტაზიათა შენის. შემდეგ დატოვეს სამყარო წმინდა ფეხის წვერებით შეუმჩნევლად, მლოცველები კი შენს გარეშეც გააგრძელებენ ლოცვას ცოტა ხნით. კითხველის, კითხვის, ტექსტისა და მისი აღქმის პრობლემებზე წერს გივი მარგველაშვილი ლექსში კითხვის ხმა და ლიზი გეღოიში. ძალიან რთულია იმ გასაოცარი გერმანულენოვანი კომპოზიტების ისეთი წარმატებით ქართულ ენაზე გადმოტანა, როგორც მათ გივი მარგველაშვილი ქმნის. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მისი ბევრი ტექსტი თარგმნილი არა, ან თარგმნას დიდი დრო ესაჭიროება, ვიდრე თარგმნილ ტექსტს ორიგინალს მიუახლოვებს. თითქმის შეუძლებელია ზუსტი შესატყვისი მოუძებნო ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა lese Geräusch, Wortschweigen, Zeilenstille, Strophenruhe, Fantasie, Weltwirklichkeit და სხვა. მაგრამ მე მაინც შევეცადე შემექმნა დედანთან მიახლოებული ერთი მშვენიერი ლექსის თარგმანი, das ist das lese Geräusch, კითხვის ხმა. საგანთა მდუმარება პოეტური იდუმალება სტრიგონდა. სიტყვათა დუმილი, აქ ლირიკული არის სიჩუმე, თითქოს და მკითხველთათვის ხილული ტექსტები არაფერს აამბობს. ყოვლის მომცველია სიმშვიდე სტროფების, ძვირფასო მკითხველო, მესმი შენი თვალების მშვიდი ხმა, ლექსის კითხვაში რომ გარინდებულა. ეს ხმაურია, კითხვის ხმაური ცხოვრებას კითხვაში და ლექსის სამყაროს რომ აკრთობს, ლექსთა და წიგნთა სამყაროს გმირები უკვე წაკითხულნი ცხოვრობენ ტკბილ მელოდიაში. ქმენ ლექსი, ნუელი დიდხანს, წიგნის და ლექსის სამმართველო, აქაა წიგნის და ლექსის სამმართველო. ამ ლექსში ჩანს ერთი მხრივ პოეტის მთავარი სატკივარი, მისი საწერ-მაგიდაში დამალული ლექსების ვერ გათავისუფლება, მის ირგვლივ არსებულ საგანთა მდუმარება, ირგვლივ გაბატონებული ლირიკული სიჩუმე, რასაც დასასრული არა აქვს მკითხველის ძებნა, რომლის თვალების ხამხამის ხმაც კი ესმის ავტორს. იგი კითხვის ხმაურსაა მონატრებული, ქმნის უსასრულოდ იმ იმედით, რომ ოდესმე დაირღვევა საგანთა და მოვლენათა პოეტური მდუმარება. მას წიგნის სამყაროს სამმართველოს იმედი აქვს, რომლის ადამიანებმა ამ სამმართველოს მიერ გახსნილ მეცნიერებათა აკადემიაში საფუძვლიანი განათლება მიიღეს. ჩემი აზრით, გივი მარგველაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი შემაჯამებელი ტექსტია ლექსი უტოპიი, რომელიც წამსხვრებული აქვს ჰაინც გოკელის მიერ 1994 წელს გამოქვეყნებულ წიგნს Gedichtwelten, Realwelten. ლექსთა სამყაროები, რეალური სამყაროები. მასში თავმოყრილია გივი მარგველაშვილის შემოქმედების მკვლევართა კარსტენ განზელი, ჰელმუტ გლიუკი, ჰაინც გოკელი, ალექსანდრე კარტოზიან ნაშრომები და გივი მარგველაშვილის უცნობი მანუსკრიპტები. ეს ლექსები და მინიატურები სხვადასხვა დროს დაწერა მწერალმა, მაგრამ ისინი სხვა ნაწარმოებებთან ერთად დიდხანს დიდი თმენით ელოდნენ საწერი მაგიდის უჯრაში უკეთეს დროს. ლექსში უტოპიი ლირიკული მე ჩაკეტილია ტოპოსში და ისევე როგორც ლათინურ ასობგერა უს, ერთი გვერდი აქვს ღია. გივი მარგველაშვილმა იგი ლექსის სათაურში შემოაბრუნა და ღია მხარე მიმართა სიტყვის ნაწილისაკენ ტოპიი. პოეტის ეს თამამი ექსპერიმენტი წარუშველელ ვიზუალურ ეფექტს ახდენს მკითხველზე. მე შევეცადე ქართულ თარგმანში შემენარჩუნებინა ლექსისთვის ეს გრაფიკული ხატოვანება და შემდეგნაირად წარმოვადგინე იგი. შემოვაბრუნე. ლექსის პირველ სტრიქონში პოეტი თავის ლირიკულ მეს თავაზობს, რომ წრესავით შეხედოს
უს ტოპოსის ირგვლივ ღია მხარე გაურკვეველი მომავლის სიმბოლოა. ლათინური მწერალს მიაჩნია ბედისწერის ასობგერად და თავად ტექსტში დაბინავებული ცხოვრების გზაზე უტოპოგრაფიას მიყვება. რადგან იდეები გამქრალან, იგი უდეებისთვის ცხოვრობს. ამდენად იდეალისტი კი აღარაა, უდეალისტია. ბედისწერის ასობგერათა ტყვეობასაც შეგუებია და ერთადერთ სწორ მსოფლმხედველობად უტოპია მიუჩნევია. ყოფიერების აზრზე ღრმად დაფიქრებულ პოეტს ერთი შეკითხვა აწვალებს. ნეტა რა იქნებოდა იდეოლოგიათა ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია, რადიკალური თვითუარყოფა რომ ყოფილიყო. უტოპია. წრესავით შეხედე უს ტოპოსის ირგვლივ. შენ ხედავ ყოველთვის მხოლოდ ერთადერთ ღია მხარეს. ეს მომავლის მხარეა, ბედისწერის ეს ასობგერა. კითხვაში ცხოვრების გზაზე მისდევ მხოლოდ უტოპოგრაფიას. ისწრაფი უდეალისკენ, მხოლოდ უდეებისთვის ცხოვრობ და ხარ უდეალისტი. ასე გაგიტკბება ტყვედ-ყოფნა ბედისწერის ასობგერაში და ეს ერთადერთი სწორი მსოფლმხედვაა. მიუხედავად ამისა, ტოპოსი რჩება უტოპიაში, ესაა დოქტრინის პირველი და რთული პრობლემა თავის ასობგერით ბედისწერას დანებებული. მისი ერთადერთი თავისუფალი იმედი უმომავლობის ლუქში. ყოველი ტოპოსი გახდება უმალ უტოპისტების, უდეალისტების გაუდაბურებული და ყალგასული სიცოცხლის სივრცე. უტოპია მსოფლმხედველობაა, იგი უარყოფს ტოპოს, რა იქნებოდა რომ ყოფილიყო ყველა იდეოლოგიის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, რადიკალური თვითუარყოფა. ეს საოცარი ღრმად ფილოსოფიური ტექსტი განასხეულებს ეპიგრაფს, რომელიც ამ თავს წაუძღვარებ. მკითხველის მიზანი შემოქმედის შექმნა. მკითხველის შესანიშნავად დაენახავს ლექსში უტოპიის შემოქმედს, რომლის პირადი და ზოგად საკაცობრიო ტკივილები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ხოლო მკვლევრისთვის იგი მისი ფილოსოფიური, ენათმეცნიერული და ლინგვისტური ძიებების მხატვრული ხორჩესხმა. ისეთი საუცხო ლიტერატურული თამაშია, რომლის მსგავსის პოვნა შეუძლებელია. რეალური სამყაროდან თავის დაღწევა, გაქცევა არა მარტო მწერალი ფილოსოფოსისთვის, ეპოქის უდიდესი მოაზროვნისთვის და ამავდროულად ძალზე ტრაგიკული პიროვნებისთვის, გივი მარგველაშვილისთვის არის გზახსნისა, არამედ მისი ტექსტების მკითხველთა, თარგმნელთა და შემოქმედების მკვლევართათვისაც. მის მიერ შექმნილი წიგნის სამყარო ის ჯადოსნური სამყაროა, სადაც ცხოვრობ ნამდვილ და გამოგონილ, წარსულიდან მოხმობილ და ხელოვნურ პერსონაჟებთან ერთად, სრულიად ბედნიერად. თანდათან იქცევი წიგნის სამყაროს თუ ლექსის სამყაროს ნაწილად, სადაც რეალობა ფიქციად იქცევა და თემატურს ცვლის არათემატური. წიგნის სამყაროს მართლობის მიერ წარგზავნილი წინამძღოლები კი შემოგატარებენ ლექსის სამყაროს სხვადასხვა მხარეობნის შემაერთებელ გზაბილიკებს. ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად თანაცხოვრება, თანაგაცდა და თანანაფიქრი კი დიდი ესთეტიკური ტკბობაა. აი აქ ცოტა გამოყენებული ლიტერატურა, რომელიც გითხარით არ მქონდა მრავლად და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ადრეც დავესწარი მარგველაშვილის შესახებ და გრძელდება ეს და გაგრძელდეს საინს ისტორია. მეც რა თქმა უნდა მადლობას გეუბნებით. მარგველაშვილს როგორც პოეტს, ანუ არ ვიცნობდი და არ მქონდა შეხება. რაც მისი ისედაც უსასრულო სამყარო მისი შემოქმედებისა თითქოს ამ საზღვრებმა კიდევ უფრო სხვასაწიერი უფრო გამიფართოვა ამ თვალსაზრისით და ეს წახნაგები, ეს ექსპერიმენტატორობა, რაღაცა ძალიან დამაფიქრებელია და შთამაგონებელი. მეც ასე ვფიქრობ ხო და მე თვითონ პოეტი ვარ და ჩემთვის იქნება ძალიან დიდი შთამაგონება, ეს ძალიან დიდი მადლობა. Then ახსენებთ ეს მართლაც საინტერესო ლექსი ჰამლეტის შესახებ ბატონი გივის ასეულს შთაბეჭდილებები და ახსენებთ აგრეთვე სიტყვა შურისძიება, იმიტომ რომ ვინც იცნობს ამ პიესას პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ჩანს თვითონ ტექსტიდან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც არ ჩანს პირდაპირ ვერბალურად და გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პიესას უტრიალებს საკმაოდ
გონიერი მკვლევარების კოჰორტა 450 წელია უკვე. სიტყვა შურისძიება ფაქტიურად არ არის თემა ამ პიესისა. თუ შურისძიებაზე მაინც უნდა ვისაუბროთ, ჰამლეტის შურისძიება ეს არის არა მამის მკვლელის მიმართ, არამედ მთელი კაცობრიობის მიმართ. იგი პირდაპირ საფუძველზე მიაქვს თავისი თავი, ეს არის თვითმკვლელობის პიესა ფაქტიურად თავიდან ბოლომდე, მას შემდეგ რაც ის ამ და სიტყვა ჩხვილიც არ არის. მე არ შევდივარ თარგმნელთან, რომელიც მინუსი იყო პოლემიკაში, მაგრამ ეს არის მოჩვენება. განსხვავება არის ჩხვილსა და მოჩვენებას შორის. და ინგლისურ ენაშიც აი ესეთი სიტყვა, რომელიც სხვაგან ამ მნიშვნელობით მეც შეხვედა, ეს ეფერიშენ და არა ghost და არა რაღაცა, არამედ ის რაც მოდის. თლიანად ასე ვთქვათ, სხეულით მოვიდა მამამისი მის წინაშე. და ასე ვთქვათ, გაუგვიძა ეთყობა მაინც ჰამლეტის მიდრეკილება, კაცობრიობის მიმართ მას ჰქონდა პრეტენზიები, კაცობრიობა, რომელიც დასახლებულია პოლონიუსებით, აფხარიანი ლაერტი თუ ამიტომ ხა თქვა უტვინო, მაგრამ ესეთი ოფელია, რომელიც არ არის ჩაღრმავებული საკაცობრიო ასე ვთქვათ პრობლემებში, მისი მეგობარიც კი, რომელიც თითქოს ცდილობს ჰამლეტის ფილოსოფიაში ასწავლოს აღარ ისე რომ ის შეგნებულად მთელი პიესის მანძილზე მიდის თვითმკვლელობისკენ და ამას ახერხებს კიდევაც. ნუ შექსპირის დახმარებით ცხადია. ახლა ეს ერთ-ერთი თვალსაზრისია ამ პიესის გარშემო, ისე ვამბობ, 450 მანძილზე კიდევ უამრავი სხვა და ალბათ ყველა სწორია. ისე რომ ჰამლეტის ხსენებაზე ყოველთვის ეს მოდის ხოლმე პირველ რიგში მისი მოტივაციის ასახსნელად. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით, როცა ამ ლექსს ქმნიდა გივი მარგველაშვილი, აწვალებდა ის აზრი, რომ უნდა ყოფილიყო თუ არა ის შურისმაძიებელი, მაგრამ ის იმდენად ჰუმანური ადამიანი იყო, ლექსის ფინალში გადაწყვეტს, რომ ის არ არის შურისმაძიებელი ადამიანი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ იღებს მხოლოდ იმპულსებს იმისთვის, რა უნდა გააკეთოს მომავალში, იყოს ჰამლეტი თუ არ უნდა იყოს. ამ ტექსტიდან თუ გამოვალთ, იქ შეგამატება ძნელია ამ რანგის ავტორთან, მაგრამ სხვა აზრების არსებობასაც აქვს. როდესაც იღებ ამ ლექსს და იყენებ მასში შენი ბიზნესთვის. ხო? იქ ამ დროს რა მნიშვნელობა ვინ რა ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაციები არის უამრავი ტექსტის ასეთი ისეთიც. შენ იღებ იმას, რაც ჩანს და ეს საკმარისია, იმიტომ რომ აი ამისთვის გჭირდება ეს ლექსი. და სულ გასაგებია. ამიტომ მაგრამ თავის ნაშრომში შექსპირის შესახებ, ხო? იქ უკვე ის სხვაგვარად განიხილავს ჰამლეტს. ერთი არის ინტერპრეტაცია ნაწარმოების და ლიტერატურული ესე ან ნარკვევი შექსპირის ჰამლეტის შესახებ და თავის შექსპირის შესახებ. იქ შეიძლება გივი სწორედ სხვადასხვა ვერსიებსაც უშვებს, მოტივაციებს ჰამლეტის მოქმედებას და როდესაც ლექსზე ამას აბსოლუტურად მნიშვნელოვანია. უბრალოდ იმპულსი იღებს იქედან. ძალიან საინტერესოდ უწერია სხვათა შორის რომეო და ჯულიეტას შესახებაც იმ ნაშრომში, რომელზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, რაც მე ხელნაწერის სახი, უფრო მაგანაც არსებობს აი სამწუხაროდ ახლა იცით რა ეს მე გერმანულად წავიდე, მაგრამ პრობლემა რომ კი გვაქვს ეს ლიტერატურული ესეები, მაგრამ ვინ თარგმნის? თარგმნელია საჭირო, ფინანსებია საჭირო, ძალიან ბევრი დატოვა ფილოსოფიური ესეები, ფილოსოფიური შრომები და ლიტერატურულ-კრიტიკული შრომები. ერთი დიდი ყუთი არის ლიტერატურაცოდნობით ხასიათის. ვერაფერს ვერ უშვებით, აი ამ განს, რომელიც ჩვენს ხელშია, ვერ გამოგვაქვს ქართულად, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ამას ფინანსები ჭირდება და ამავე დროს შესაძლებელი თარგმნა. ვფიქრობ, გერმანულ ენაზე გამოცემაც არ იქნებოდა ურიგო, მე და ანამაც ვილაპარაკეთ ამ საკითხზე.
არა მე უბრალოდ არ შემიძლია ახლა დიდი ნაწარმოებების ძალიანია ეს. საერთოდ ყველა დიდი არის 30 გვერდზე ნაკლები არც ერთი არ არის რაც ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის ნაშრომები მე ვნახე მარბახში. ასევე ძალიან დიდია მუზილზე, ასევე დიდია რილკეზე, უზარმაზარი გოეთეზე არაჩვეულებრივი ნაშრომი აქვს და იმდენად ღირებული ნაშრომებია, ვფიქრობ, გერმანულ ენაზე გამოცემაც ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრი მკითხველი ეყოლება და ხელ შეუწყობს კიდე იმ საქმეს, რომ გივი მარგველაშვილი მსოფლიომ უკეთ გაიცნოს. გამოდო მოგეშა თვითონ თქვენთვის რომელი ნაწარმოებია უფრო ახლოს გივის რომელი ნაწარმოებია რომელიც თქვენ განსაკუთრებით გიყვართან ესე იგი გამორჩევაც კი მიჭირს მაგრამ ძალიან ბევრი მიმუშავე კაპიტანი ვაკუშის პირველ ნაწილზე და გარდა იმისა რომ რამდენიმე მოხსენება გავაკეთე და ნაშრომებიც გამოვაქვეყნე გავაკეთეთ არაჩვეულებრივი ვორქშოპი გასულ წელს მხარი დაგვიჭირა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა და ამ ვორქშოპში ჩავრთეთ ქალბატონი პროფესორი კარლსრუეს უნივერსიტეტიდან, რომელსაც თურმე გივი მარგველაშვილზე ქონია ნამუშევარი და მე ეს ქალბატონი გავიცანი ვენაში. მე მაშინ წავიკითხე მე კოლხი მედია კოლხოსში და კრისტავოლფის მედია ვენაში, ვენის უნივერსიტეტში და ეს ქალბატონი მოვიდა სპეციალურად მოხსენების მოსასმენად, იმიტომ რომ უზომოდ იყო შეყვარებული ბატონ გივი მარგველაშვილზე და ერთი სიტყვით ჩაერთო კარლსრუეს უნივერსიტეტის ამ ვორქშოპში და ასე ვთქვათ, საფუძვლიანად როცა შეისწავლი ტექსტს ძალიან ნიუანსურად. ერთი თავი მაქვს წიგნში, განსრახული და დაწერილიც მაქვს გრიგოლ რობაქიძის რეცეფცია გივი მარგველაშვილთან და კაპიტანი ვაკუშის პირველი ნაწილის გარდა პერეკატასტროიკაშიც არის და კიდე სადღაცა პირადად საუბრების დროსაც საინტერესო ამბები გვიამბო, როცა ვსტუმრობდით მას. ამდენად ეს ტექსტი ძალიან მიყვარს და ასევე მუცალით, რა ვიცი, როგორ შეიძლება კოლხი მედია კოლხოში კიდე ხო საერთოდ არაჩვეულებრივი ტექსტია და არაჩვეულებრივი თარგმანია. ესე იგი, რაც უფრო მეტი ახალი წიგნი გამოდის, თარგმანის ხარისხი უფრო და უფრო კარგია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს ძალიან უცხორჩება ქართული მკითხველისათვის, რატომ ახლა იცით, აი გერმანული ლიტერატურისათვის ორგანულია და ბუნებრივი მოვლენაა ცნებითი სიზუსტე. აი ფილოსოფიური და ლიტერატურული მან ძალიან შემწყობილი აქვს. ესმით საზღვარიც არ არის. რაღაცა ძალიან ზუსტ ცნებით აზროვნებაში გადადის ხშირად და ტერმინოლოგიაც ძალიან ისე. ქართულად, როდესაც ამას აკეთებ, თითქოს აკლია მხატვრულობა. ის ხიბლი აღარ აქვს ხო ქართულში. თითქოს არ არის ქართული აღქმისთვის მხატვრულობა აკლია, იმიტომ რომ აი ეს ტკბობა აზრით აზრის ესთეტიკა მე ვიტყოდი რომ ეს უცხოა ქართული ასე ვთქვათ. მე ახლა გერმანისტის თვალით უყურებ და ყველა ტექსტი რაც თქვი გერმანულად წავიკითხე და თან ვაკითხებ ჩემ კოლეგა გერმანისტებს და ყველა უკვე შეყვარებული. მე ახლა იმ პრობლემის წინაშე ვდგა როგორც თარგმნელი, როგორც თარგმნით ხო დავუშვათ. ან და სხვაც აი მუცალის თუნდაც მთელი რიგი ლექსები. იქ არის აი იგივე კოლხი მედია კოლხოსში და თუნდაც ოფიციალური ტემბრი. იქ მერე მის აი გივი მარგველაშვილის შემოქმედების სირთულე და ორიგინალურობა ძალიან კარგად აღნიშნა ერთმა გერმანელმა ლიტერატორმა, რომელმაც თქვა, რომ უშვეთესი შემთხვევაა, რომ მხატვრულ შემოქმედებაში ერთიანდება ფილოსოფია, ენათმეც მისი ენათ ის რომ ის ლინგვისტია, მართლა რაღაც მეტალინგვისტია და ასე შემდეგ და წერალია. ეს პლასტები ერთმანეთს ედება და ქართული აღქმისთვის ეს არ არის. აი ქართულის გემოვნებაში არ მგონია რომ ეს იჭდეს რა. აი იშვიათი მკითხველი მგონია, რომელიც ამას აი რომელმაც გერმანული არის ის და ქართულად კითხულობს, რომ ეს მისთვის ძალიან ახლობელი გახდეს. გერმანულ ენოვანი მკითხველის შემთხვევაშიც ფართო წრეებისთვის იქაც არ არის. აი არის როგორ
ღვთისმშობელი არის ძალიან დახვეწილი ლიტერატურული გემოვნების მქონე, რომელსაც მოსწყიდა ყველაფერი რეალიზმის ყველანაირი გამოვლინება და უნდა რაღაცნაირი სახის პოსტრეალიზმი, მაგრამ არა დეპრესიული და არა ტრაგიკული, აი იმის გემოვნებაში ზუსტად და აგრეთვე მის მკითხველებს შორის იყვნენ ძალიან თანამედროვე ახალგაზრდები. აი რომელსაც პოსტმოდერნიზმის აი ახალგაზრდები, რომელსაც უყვართ თამაში, სიგიჟეები ამ ტექსტში, არაორდინარული. ნუ ლიტერატურაცოდნებმა იციან ამ ლიტერატურის ფასი გერმანელებმა, რომ ეს არის დიდებული ლიტერატურა. მე ვამბობ აი ქართულ პრობლემას, ქართული მკითხველის პრობლემას ვამბობ. აი რამდენად მისთვის ეს ახლობელია, მე არ მგონია რა მოკლედ. აი თარგმნის დროსაც მაგალითად მე ვირჩევდი რომ ვარტბურგი დარჩენილიყო და არა ლოდინისკაში. დოიქსილენდი დარჩენილიყო და არა გერმანიაში უკეთესი. აი ეხლა რომ გვინდა გამოცემა მაგისი მუცალის თავიდან ეს მუცალის კი არა კაპიტანი ვაკუშის. კაპიტანი ვაკუში არის კი ის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც არის 7 ტომეულია და ოღონდ რო იწყება, ესე იგი ჩვეულებრივად თითქოს ცხოვრებაზე ლაპარაკი და როცა მე უკვე ცნებების თამაში გადადის რომ ესე იგი აღარ არის ჩვეულებრივი ესე იგი რეალისტური თხრობა და რაღაცა მოკლედ აი ახლა გამოვცეთ ხელახლა პირველი ტომია მარტო თარგმნილი კარლო ჯორჯანელის მიერ და კარლო ჯორჯანელი და მაღალაკადემიური მთარგმნელი გახლავთ და ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტერმინები არ უნდა შეეცვალა. აი ვარტბურგი თარგმნა მოლოდინის კოშკად. ვარტბურგი უნდა დარჩენილიყო ჯერ ერთი როგორი ერთი მოკლე სიტყვა არის გერმანულად, ამას თავის მუსიკას ქმნის, გესმის? მე ეს სკოლიოში უნდა განმარტებულიყო. დოიქსილანდიც აი დოიქსილანდი, ესე იგი დოიქსილანდი არის დიქსილენდისაგან ნაწარმოები გერმანია დოიჩლანდ ხო არა გერმანია დოიჩლანდ დოიქსილანდი საკეთებს ანუ ის გერმანია რომელსაც უყვარს დიქსილენდი ანუ ამერიკული მუსიკა და დოიჩლანდი გერმანული ნაციონალურს გესმით აი მთელი ამბებია მაგრამ მამასახლისი დარჩა, იმიტომ რომ თვითონ ქართული ტერმინია, ქართული სიტყვა აქვს შეტანილი და ასე შემდეგ. მოკლედ პრობლემები ბევრია, სამუშაო ბევრია და რა ვიცი მე თუ იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ამით დაინტერესდებიან თარგმანი, ეს ცალკე შესაძლებელი თარგმნის ცენტრი. თარგმნელი კვლევრების სხვადასხვა დარგის ლიტერატურათმცოდნე, ლინგვისტი, ენათმეცნიერი და ფილოსოფოსი ყველა უნდა იმუშაოს ერთმა დიდმა ჯგუფმა, რომ ამ უზარმაზარ ნაშრომებს მისცეს შესაბამისი შეფასება და დადოს ღირებული კრიტიკული ნაშრომები. 1, 2 და 3 ადამიანი ალბათ ვერანაირად ვერ გაწუდება საქმეს. ლექსის ახალი სამყარო რასაც ქვია. პირდაპირ ძალიან შესანიშნავი და ძალიან გამოსადეგია თანამედროვეობაში ესე გაიშლება, რომ თუ კი მართლა პატრონი ეყოდება და აი ასეთი მიმდევრები, როგორც თქვენ ახლა ყოველ სიტყვას ეხერები, ნამდვილად ძალიან კარგია. მოგესალმებით, ძალიან ყვაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით და განსაკუთრებით რობაქიძეს რობაქიძე რადიებული ნამუშევარ და ეხლა იმასთან კავშირში ეს მარბელაში ქუთაისელი პროფესორი და შესანიშნავი პიროვნება. პირდაპირ როგორ მიყვარხარ იცი, როგორც საოცარი შემოქმედი და საოცარი ჩვენი პატრიოტი. მინდა კიდევ გადავხატო მადლობა ქალბატონის ყველა სახელით და იცით რა განსაკუთრებული მადლობა ქალბატონის მაღალ აკადემიური მუშაობისთვის, რასაც თქვენ ახორციელებთ და დაუბრუნდათ და უწყობთ. და ის რომ თქვენ კვლევის საგნად აირჩიეთ ორი ქართველი ავტორი გრიგოლ რობაქიძე და გიო მარგველაშვილი სრულიად განსხვავებული. ისე ჩემი ბატონი გივიო. განსხვავებული, მაგრამ ორივე საპატრონოა. დიახ. ორივე საპატრონოა, ორივე შესასწავლია, ორივე პოპულარიზაცია, საჭირო და კაცი. ესე იგი, აი კიდე კარგი რომ თქვენ აი ასე
და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მაგალითად საქმეს აკეთებთ, და აი დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა. იმედია ჩვენ თანამშრომლობა გადაწყვეტილდება. მე ძალიან მოხარული ვიქნები და თქვენი დახმარების გარეშე გამიჭირდება ფონს გასვლა. რამდენიმე შეკითხვა მაქვს და მე შეგეკითხებით ბატონი. იქ რაღაცა შეცდომები რო არ დაუშვა რაიმე მისი ბიოგრაფიული. ეს უკვე ანა უკეთესად იცის. ანა მითხრა მარტო დედამიწის. არა. ორივე მე როდესაც შემეშალა იქ რაღაცების უკან თარიღი, როდესაც ვადგენდი გივის და მამამისის ბიოგრაფიას. დავზარდი თუ შეიძლება დავეკი. იტე მარგველაშვილისა და გივი მარგველაშვილის რაღაცა შტრიხები ბიოგრაფიისთვის ასეთი ისაა. დიახ, ვიცნობ ყველანას. იცი რა, თვითონ გივის თანაც რაღაცებს ვერ ვარკვევდი კარგად, რაღაცა ხო არ ახსოვს ხოლმე. კი, რაღაცა შეცდომები დავუშვი, მაგალითად ასეთი და არ მინდა რომ გაიმეორო, არა და იმეორებდი, რომ იტე მარგველაშვილი იყო ასეთი ცნობა, რომელიც მე არ აღმოჩნდა სწორედ ბერლინის უნივერსიტეტში არ კითხულობდა ესმის და მე ასეთი ცნობა მომაწოდა ვიღაცა მარასწორ. რომ მართლა ძალიან განათლებული მეცნიერი იყო და ესე იგი მუშაობდა 1000 მიმართულებით, მაგრამ იმ პერიოდში უკვე ეს არ კითხულობდა. გამოვიდა ჩემი იმის მიხედვით, რომ ეს იყო პროფესორი ბერლინის უნივერსიტეტში. არ იყო მასე. მას ჰქონდა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაცული დისერტაცია, კოლხები, ალბანელები და ასე შემდეგ, სერიოზული დისერტაცია მართლა საქართველოზე და ისტორიულ ძირებზე. მაგრამ მე უკვე ბერლინში ცხოვრების პერიოდში მე არ დადასტურდა. მე ვიმუშავე ქუთაისის არქივში, სადაც ძალიან ბევრი მასალა, რა თქმა უნდა, ანას მასალები ყველაფერი მაქვს, მაგრამ რატომღაც გერმანელებმა მეც მიმაჩვიეს ძალიან ისეთ სკრუპულოზურ მუშაობას და ყველაფერი გადავამოწმე თავიდან არქივში და ისეთ საინტერესო მასალები პოვის, სხვათა შორის გრიგოლ რობაქიძის უცნობი წერილიც თადეოს მარგველაშვილის პირად საქმეში ჩადებული, რომელიც საერთოდ არ იყო ცნობილი საზოგადოებრივ, ну იმას მე ალბათ მივცემ გარკვეულ მიმართულებას და ბევრი ფაქტი ნამდვილად შესაძლებელი გახდა არქივის მასალებზე დაყრდნობით კიდევ უფრო დამეზუსტებინა. ასევე სიმონ ხეჩინაშვილის საქმიანობის შესახებ და გივის დედის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია და ცნობილი სიმონ ხეჩინაშვილის ქალიშვილი და ბაბუა სიმონის შვილი იყო. 5 შვილი ყავდა და იმ 5-დან ერთ-ერთი ქალიშვილი. იმის ბაბუა იყო. სიმონს ყავდა 5 შვილი, ერთ-ერთი იყო მარუსა იყო გივის დედა და კიდე ერთი შვილი იყო ნიკოლოზის შვილი იყო სიმონი. მე-9 საავადმყოფოების. ეს ყოა ბევრი რამეა გარკვეული, მაგრამ თქვენ რო წერთ. ხო, თქვენ როცა აკეთეთ არა. მაშინ არაფერი. საერთაშორის მე რო წელი, რომელი წელი იყო აღარ სწავლობს რა 17-ში არის აფრაში დაბეჭდა. რომელში 97-ში და ერთი გაზეთი გამოდიოდა მაშინ სრულიად საიდუმლოდ იყო უშიშროების გაზეთი. როგახსნეს არქივები, რატომაც დაიწყეს ამ გაზეთის გამოცემა და უცებ იქედან დოსიეები დაბეჭდეს გესმით და დაიბეჭდა ტიტე მარგველაშვილზეც. და იქედან ესე იგი, აი როგორ მუშაობდა ბერიას NKVD ბერლინში ემიგრაციას როგორ თვალებდნენ ქართულამ საწყალ ემიგრანტებს, რომელთა დამზადება ეყოფოდა იქრო იყო და რა დღეში იყვნენ ამ ნაციზმის პერიოდში, ესე იგი, ერთ დიქტატურას გამოექცნენ, მეორეში ამოყვეს თავი, ჯერ ის იმათთან ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და ახლა კიდე ბერია სპეცსამსახურები როგორ სწავლობდნენ იქაურობას გაოცდებით რა და როგორ მე იქ იყო როგორ მოიტაცეს ჯერ ორი დიდი წარმომადგენელი, ცნობილი წარმომადგენელი ქართული ემიგრაციის ტოგონიძე და კიდევ ერთი და დახურეს მე აღჭამეს და მესამე ვინც მოიტაცეს იქიდან ეს იყო სწორედ ბერიას სამსახურები იყო ტიტო მარგველაშვილი და გიო მარგველაშვილი ერთად მამაშვილი და გარდა მაგისა შემდეგ ტიტო მარგველაშვილი
ერთი წლის შემდეგ აქ დაახვრიტეს და ის დოსიეც იყო დაბეჭდილი ვითომ სასამართლოს აწყობდა ეს სამეული. ფორმალურ სასამართლოს როგორ აწყობდნენ, ისეთი შემზარავი ფაქტები იყო იქ და ამ ტიტო მარგველაშვილს რაში დებულება ბრალს ისეთ ანტიბოლშევიკურ დაკითხვის ოქმების ნაწილი. აი ეს ოქმები რომ წაიკითხო საშინელებს ორი შემიძლია. რა გედგებათ რა რამ ხელოვნ სამართლობიდან მოვდივართ ჩვენ და არავინ არ ზღვა. არავის არ გაეცა პასუხი. აი ესე ყველაფერი და ძალიან ბევრი რამე ისე რა გინდოდათო თქვენო ესე რაღაცას ეკითხეთ თქვენი სოფლო რა არის რა გინდათ ესე იგი მოსამართლე ეკითხება ვითომ არ ინტერესებს და აი სიტყვები მართლა რომ ჩემი პრინციპია ესე იგი განსხვავებული იდეების პატიოსანი ჭიდილი ერთმანეთს ჩემი ანუ ეს აი დემოკრატიული განსხვავებული იდეების ერთმანეთთან პატიოსანი ჭიდილი ეს მოსამართლეს ასაცილოთ არ იყო ხო და ბოლოს სიტყვა თქვენიო და იმოქმედეთ თქვენი შეხედულების მიხედვით პასუხობს ეს ტიტე მარგოშობს ვერაფრით ვერ დაიყოლიეს სთავაზობდნენ უნივერსიტეტში მეცნიერების საკითხს თუ კი ყველაფერზე იტყოდა უარს და იქნებოდა ამ იდეოლოგიის პროპაგანდისტებთან პარტამჭერი ხო აი აქედან მოდის ეს ყველაფერი ეს სიმწარე და ეს ვერატანა უკვე გივის შემოქმედებაში ეს გარდაისახა იმათ რომ ამდენი ტრაგიკული ფინალი რასაც ლიტერატურა ქმნის და ამდენი ტრაგედია გადადის მერე ცხოვრებაში მაგრამ ასეთნაირად ასახა ბატონი ტიტე მარგველაშვილი სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში და ეს რეალური სასწავლებელი არის ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, რომელიც ასევე გერმანელი არქიტექტორი. მე დავიწყე ზრუნვა, ჩვენ გვაქვს მემორიალური დააფათ, ვინც სწავლობდა და იმედი მაქვს, რომ ამ წელიწადში მოხერხდება ბატონი ტიტე მარგველაშვილის სახელის და გვარის კარგი იქნება. და გამოდის რომ ესე იგი გივის სამყაროსა და შემოქმედებასთან ყოველი შეხვედრა ამოატენტივებს იმ წარსულს, სადაც ამდენი ვინ გაანადგურეს და ჩვენი საუკეთესო სულიერი და ინტელექტუალური ძალები, აი როგორც მომსვა, ცელი და მოტივება, ვაფშე ისე გაანადგურეს იმპერიაში. თუ შეიძლება და იმ ადამიანების გახსენებასთან გვექნება სულსალმად საქმე, იმიტომ ეს იყო მისი ბედისწერა და ამ ემიგრაციამ და თვითონ იმეს ვერასოდეს ვერ მოიწერა. როგორ შეიძლება წარმოუდგენელია. როგორც მაგრამ ბედი ქონია რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ისე კარგად არის მოვლილი, მე თვითონ ვიყავი საცავებში ჩასული. ისე საგულდაგულოდ არის დაცული და პატივმიგებული როგორც გერმანელებმა როგორც იციან ჩვენ ვიკითხოთ ამან რა საფრთხეა და მისი საფრთხეა და მემკვიდრეობა ბინულის და რასულის კაცმა ფეხაკრეფით დავდიოდი ხელის შეხება ფრთხილად მინდოდა და ჩამოგეტანას ფოტოები როგორ გამოიყენა იქ საცავში არ შეიძლება გადაღება ბიბლიოთეკაში კი გადავიღეთ მაგრამ საცავში შეიძლება მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ პირველში ფარფანაირა იმიტომ რომ ეს ღონისძიება ნუგეშას ლექსზე მე ნუგეშას დიდი ხნის მეგობარი ვარ და მინდა კიდე ასეთი რამე ვთქვა რომ ყოველთვის მეჩვენება რომ ადამიანები რომლებიც სწავლობენ ეს ენას რაღაცით ემბანებიან იმ ენის წარმომადგენლებს რომელსაც ისინი შეისწავლიან იმ კულტურის მატარებლები ხდებიან ნუგეშა თქვენ ძალიან კარგად დაახასიათეთ მაგრამ ეს არის იმდენად მრავალმხრივი ადამიანი და ისე აი გერმანული ხასიათი მაშინ შერწყმული არის ეს ქართულ ყოვლის მომცველობასთან იმიტომ რომ ის სკრუპულოზურობა აკადემიურობა ძალიან დაგვირგვებულობა ეს ყველაფერი მრავალმხრივობასთან და თქვენ რომ ვწოდეთ რამდენ რამეს ასწრებს იმის გარდა რაც არის გამოხატული თქვათ მის სამეცნიერო თუ აკადემიურ საქმიანობაში ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აღთვალებული ვჩები და ზუსტად ვიცი რომ არ გაჩერდება ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩემთვის ძალიან ბევრი აღმოჩენა იყო დღეს და აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ის წარსული რომელმაც უნდა დაგვიცვას ახალი შეცდომების დაშვებისაგან სამწუხაროდ უმეტესობა არ ვიცით მათ შორის არც მე ძალიან ბევრი ახალი რამე მოვისმინე დღეს ჩემთვისაც და იქნება რომ ეს წარსული არ დავივიწყოთ და რაც შეიძლება მეტი ვიკულიოთ
რაღაცებზე აღარ ჭალებში გავიყიდოთ, რა თქმა უნდა, არაპირდაპირ გაგებით და უფრო სწორი არჩევანი გავაკეთოთ ხოლმე სხვადასხვა დროს. ბოდიში ამ პატარა წიაღისნისათვის დიდი მადლობა და წარმატებები, მადლობა ყველას. და ამას მე გაგაცნობ. ეს არის განძი. ეს არის ჩვენი გამოცემები, რომელსაც შეიძლება თქვენ დაგაძლევთ. ეს არის ეს შეძენა მინდოთ. ეს გოეთე გამოვეცით ახლა და ესეც შეგიძლიათ შეიძლება მართლა უნიკალური წიგნია და ვისაც ერთ უნივერსიტეტისთვის. თუ შეიძლება აუცილებლად ჭირდება. თქვენ ერთი უნივერსიტეტს და ორი ჩავდეთ. ეს არის ჩვენი გამოცემა ღმერთი ბუნება ადამიანი აი რამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ადამიანს ჩვენი ცოცხალი პლანეტა და რელიგიური თვალსაზრისით რომ ეს ღვთისმობას ნიშნავს აი ძალიან დიდი რელიგიური მოაზროვნების წიგნია ეს ორი აი ეს არის აკაკი ბაქრაძის ილია ჭავჭავაძე ხო და ესე ერთი თქვენ ერთი ბიბლიოთეკას თუ შეიძლება ეს ჩვენი ბოლო აფრა არის ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. აი მე აკაკი